მოგესალმებით ყველას. როგორც ყოველთვის, ყველა არხის გამომწერს არა გამომწერს. და დღეს ცოტა ესეთ ვიდეოს ანუ რიგის გარეშე ერთ ვიდეოს ფორს-მაჟორული ფორმატით, სწრაფი ფორმატით. იმიტომ რომ ჩემო გამომწერმა მთხოვა რომ გავეკეთებინა ვიდეო ფელიქსის იღბლიან ლეგიონზე. მე რატომღაც ატო წავიკითხეთ რომ თუ გავიგე რომ იყოს ფელიქსის ლეგიონი და შემდეგ უკვე ამას ჩემი მხრიდან მოყო ვიდეოს ჩაწერაც, მაგრამ იქ გაიყვა და გავარკვიეთ რომ იყო ფელიქსის ლეგიონზე საუბარი და დიახ დღეს მინდა რომ შევასრულო ჩემი გამომწერის მოთხოვნა უმორჩილესაც და ვილაპარაკო იმ სახელოვან ლეგიონზე, რა თქმა უნდა ფელიქსის ლეგიონი არსებობდა რომაულ რეალობაში, რომაულ სამხედრო რეალობაში და ასევე არსებობდა ისტორიაც შესაბამისად და გარდამოცემაც ამ ლეგიონის შესახებ და დიახ ერთ-ერთი სახელოვანი ლეგიონი იყო. ძალიან კარგი ლეგიონი იყო, ძალიან ძლიერი ლეგიონი იყო და ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი გადმოცემა ისტორიული იქნება ეს ნახევრად მითიური თუ ლეგენდარული, მე რაც მაქვს და წაკითხული ამ ლეგიონზე და მომისმენია საკმაოდ ღირსეული ლეგიონი იყო და აი ამ მოხებების დროს რაც რომის იმპერიული პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო, თითქმის არასოდეს ეს ლეგიონი არ უდგარა უსამართლობის ხარეზე, კი იყვნენ ამ მოხებული იმპერატორების პრეცედენტების მაძიებლების მხარეზე, მაგრამ არასოდეს არ ყოფილან მე რაც წავიკითხე და გავიაზრე უსამართლობის ხარეზე. თითქმის არასოდეს რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოღონდ ეს გამონაკლისებიც რა თქმა უნდა არის საკმაოდ საკამათო. საკამათო არა, ჩემი გააზრებიდან გამომდინარე არც არის საკამათო, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, საკუთარი ხედვა ნებისმიერ საკითხის მიმართ და ეს მიმინდია მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეაფასებენ ამ ლეგიონის არსებობის ისტორიას და რომლებიც წაიკითხავენ და შეაფასებენ, რა თქმა უნდა. ეხლა სანამ უშუალოდ ლეგიონზე დავიწყებდეთ საუბარს, ჯერ მინდა დავიწყო იმით, რა არის ლეგიონი, რა მოვლენა იყო რომის იმპერიის ისტორიაში, რისთვის იყენებდნენ და საერთოდ რას ეძახდნენ ეს ადამიანები ლეგიონს. რომაელები ლეგიონს ეძახდნენ სამხედრო ერთეულს, შენაერთს, რომლისგანაც შედგებოდა არმიები, უფრო მაღალი დონის შენაერთი. დღევანდელ პერიოდშიც არმია ნებისმიერ სახელმწიფოში არის ყველაზე დიდი სამხედრო ერთეული, ყველაზე დიდი სამხედრო შენაერთი და თვითონ სიტყვა ლეგიონი ლათინურიდან პირდაპირ გადმოთარგმნოს ნიშნავს სიტყვას ვაგროვებ და ვკრებ. საერთოდ რომაული ლეგიონების არსებობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ მეფობის პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ქალაქ რომს უწევდა უკვე გაერთიანებისთვის საკუთარი გარშემოარსებული ტერიტორიებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ სამეფოს პერიოდში, როდესაც კამპანიისთვის იბრძოდა იმ ოლქისთვის, სადაც თვითონ რომი დააარსეს და შემდეგ იტალიის ცენტრალური ნაწილისთვის და შემდეგ უკვე მთლიანად იტალიისთვის ცოტა გვიან რესპუბლიკამდელ პერიოდში. და რა იყო? ეს იყო ლეგიონი თავიდან კი იყო სამოქალაქო სამხედრო ერთეული, საჭიროებებიდან გამომდინარე შეკრებილი, რომელიც არ იყო რეგულარული მუდმივი სამხედრო შენაერთი, მილიტარისტული შენაერთი და შედგებოდა თავიდან 3000 ქვეითისგან, ესენი იყვნენ გასტატები, პრინციპები და ტრიარიები. სადღაც დაახლოებით 1200 მსუბუქი მეომრისგან, ესენი იყვნენ ლევისები და ველიტები და მეშურდულეები და 300 ცხენოსანი ეკვიტისგან, რომლებიც ძირითადად რომის მაღალი წოდებრივი ფენიდან წარმოდგებოდნენ და შედგებოდნენ. და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტი ქონება ჰქონდათ და ცხენების ყიდვა შეეძლოთ და კარგი აღჭურვილობის. ეს რომაული ლეგიონის ესეთი დაყოფა შედგებოდა რომაელი მოქალაქეების ქონებრივი ცენზისგან. ყველაზე ღარიბი მოქალაქეები, რომლებიც პლებეები იყვნენ, უბრალო პლებეები, ზოგჯერ რომლებიც ვერ ყიდულობდნენ სკუტულს, პილუმს, ფარს, კარგ აღჭურვილობას, რომ ყოფილიყვნენ ნორმალური
საკმაოდ ვარგისიანი სამხედრო სამსახურისთვის. ისინი ირიცხებოდნენ ლევისებში და ველეტებში, რომლებიც ხაზის უკან ბრძოლის დროს ხაზის უკან დგებოდნენ და ძირითადად მსუბუქი აღჭურვილობით კმაყოფილდებოდნენ და შედარებით კარგად შეიარაღებულები საშუალო ფენიდან დგებოდნენ გასტატებად ახალ წვეულებად წინა რიგებში, სწორედ ეს წინა რიგები იღებდნენ პირველ დარტყმას საკუთარ თავზე ბრძოლის დროს და უკან იდგნენ პრინციპები ყველაზე შედარებით მდიდარი საშუალო ფენიდან, რომლებიც იყვნენ კარგად ეკიპირებული, კარგად აღჭურვილი და საკმაოდ კარგი შეიარაღების მქონეები და უკან იდგნენ ელიტარული ნაწილები, რომლებიც ბრძოლაში იყვნენ გამომძმედილები, გამოცდილები და კარგი აღჭურვილობაც ჰქონდათ და შესაბამისი შეიარაღებაც. ტრიარიების ნაწილი, რომელიც ბრძოლის დროს ყველაზე სრულ პერიოდში ერთობოდნენ ბრძოლაში, რომ ხაზი დაესტაბილურებინათ, სადაც ყველაზე სუსტი იყო იმ ბრძოლის იმ ნაწილისთვის რომაული არმია. ახლა რაც შეეხება თითოეულ უშუალოდ მათემატიკურ დაყოფას რომის ლეგიონის, აი ეს ქვეითები, რომლებიც როგორც თქვი, ეს 3000 ქვეითი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და მაგალითად უკვე აუგუსტუსის დროს 7000 მეომარს შეადგენდა უკვე ლეგიონის შემადგენლობა. შემდეგ დიოკლეტიანეს დროს კიდე შეიცვალა, კეისრის დროს კიდე შეიცვალა, სულას დროს კიდე შეიცვალა რესპუბლიკის პერიოდში და იმპერიების შესაბამისად ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ ლეგიონის შემადგენლობა 15000 მეომრამდეც ერთი ლეგიონის შემადგენლობა განისაზღვრებოდა. შეიძლება უკვე ცოტა გვიან ნოტიცია დიგნიტატურის მიხედვით, სადაც ვკითხულობთ იქ ფაქტიურად თავის აუქსილიის და ყველანაირი სამნეო ნაწილიდან დაწყებული ლოჯისტიკური ნაწილით დამთავრებული 15000 მეომრამდეც კი შეადგენდა ხოლმე ლეგიონის პირადი შემადგენლობა. ასევე იყვნენ განსაკუთრებული დავალებათა შესრულებისთვის მზვერავი რაზმები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დღესდღეობით, როცა ლეგიონზე დიდ ვიდეოს გავაკეთებ, იქ ჩავშლი კიდე მეტად სუსტად აი ამ ინფორმაციას. თქონდა ეს ქვეითები 3000-იანი იქნებოდა თუ 7000-იანი თუ 5000-იანი იყოფოდნენ მანიპულებად, ეს იყო ტაქტიკურ ქვედანაყოფი, რომელიც 60-დან 120 კაცამდე მერყეობდა, ზოგჯერ 500 კაცამდეც და იშვიათად იყო ხოლმე კოჰორტები, რომლებიც შეადგენდნენ სადღაც 600 კაცი, 500-დან 600 კაცამდე უკვე ზევით. ოღონდ ყველა ლეგიონისთვის კოჰორტა მუდმივი შემადგენელი ნაწილი არ იყო. ხოლო ეს კოჰორტები და მანიპულები უკვე ერთიანდებოდნენ ცენტურიაში 1500-დან 1600 კაცამდე. და ესა ცენტურიებს უკვე რა თქმა უნდა მართავდნენ უკვე ცენტურიონები, რომლებიც უშუალოდ გენერლის და ლეგატების დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ. ყველა ლეგიონს ჰქონდა საკუთარი სტანდარტი, ყველა მანიპულას ჰყავდა საკუთარი მებუკე, ოცეულის მეთაური, ყველა ცენტურიონს ჰყავდა საკუთარი 20 მეთაურები და 100 მეთაურებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი როგორ ანაწილებდნენ და როგორ ირჩევდნენ, ეგ მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანების პირადი პრეროგატივა იყო და ყველა კოჰორტას ყავდა ზოგჯერ ერთეულ შემთხვევებში, მინდა მაგას ყურადღება მიაქციოთ, ერთეულ შემთხვევებში იყო ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ყავდა განსაკუთრებული ლეგატები, რომლებსაც უშუალოდ სარდლები ნიშნავდნენ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია კრიზისურ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში. ეხლა უშუალოდ ანუ შევეხოთ უკვე აი ამ კონკრეტულ ლეგიონს, რომელზედაც ეს ვიდეო რა თქმა უნდა ამ ვიდეოს წერდა, რომელზედაც ეს ვიდეო არის განკუთვნილი. ეს არის მეოთხე ლეგიონი, ნომერაციით ეს მეოთხე ლეგიონი, ფელიქსის ლეგიონი შეიქმნა წინამდებარე მეოთხე ლეგიონის ბაზაზე, რომელიც სულამ ჩამოაყალიბა უშუალოდ ბალკანეთის დაპყრობისთვის და მაკედონური ომებისთვის და რომელმაც იარსება ადრე რესპუბლიკური პერიოდიდან ახალი წელთაღრიცხვით 70 წლამდე ამ პერიოდამდე ამ მეოთხე ლეგიონის ბაზაზე ჩამოყალიბდა ეს მეოთხე იღბლიანი ლეგიონი, ფლავია ფელიქსი, როგორც ისტორიული დეგესტებში გვხვდება და ისტორიკოსები ლაპარაკობენ ამ ლეგიონზე
და ეს უკვე ჩამოყალიბდა ახალი წესრიგით 70 წელს იმპერატორმა ვესპასიანემ ჩამოაყალიბა ეს ლეგიონი, გახდა რა საჭიროება ბალკანეთის ტერიტორიაზე არსებული დუნაის ხაზის საკონტროლოდ და ასევე ბალკანეთის ტერიტორიაზე უფრო უკიდურეს ჩრდილოეთში თრაკიის და მეზიის ტერიტორიაზე, ასევე დალმაციაში და ილირიაში სიტუაციის საკონტროლებლად. როდესაც ძირითადად დაკების იყვნენ ესეთი ტომები დაკიის ტერიტორიაზე, დღევანდელი დაკიის ტერიტორიაზე, აქ რეგულაციის და აქ მდგომარეობის, სამხედრო მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ეს მეოთხე ლეგიონი მაკედონიკა, რომლის ბაზაზეც ეს მეოთხე ლეგიონი ჩამოყალიბდა, იყო საკმაოდ სახელოვანი ლეგიონი. იგი იღებდა ბრძოლებში მონაწილეობას მაკედონიის პირველ, მეორე და მესამე ომში. ასევე იგი იღებდა მონაწილეობას ილირიის და დალმაციის აქაური დალმატების და ილირიული ტომების, ნახევრად ბარბაროსული ტომების ტერიტორიების ათვისებაში. და უშუალოდ ექვემდებარებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აი ამ დიქტატორს სულას. შემდეგ უკვე როდესაც ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, როგორც გითხარით, ვესპასიანემ გარდაქმნა ამის ბაზაზე და ჩამოაყალიბა ფელექსის ლეგიონი, ეს ამ ლეგიონის დემობილიზაცია მოხდა საჭიროებებიდან გამომდინარე და ნაწილი ლოჯისტიკური ტიპის და ოფიცრების და სამხედროების ამ ლეგიონში არსებული სამხედროების გადაანაწილეს უკვე სხვადასხვა ლეგიონებში, ნაწილი დატოვეს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ადგილზე აი ამ ახალი ლეგიონის ამოცანების შესასრულებლად. როგორც უკვე ზევით აღვნიშნე ვიდეოს დასაწყისში, ეს ლეგიონები მონაწილეობდნენ ისევე როგორც ადგილობრივ აჯანყებებში, როდესაც ადგილობრივ მეთაურებს და ეს იმპერატორობის მაძიებელ კანდიდატებს უჭერდნენ ხოლმე მხარს, ასევე მონაწილეობდნენ თავდაცვით ომებში, იმპერიის გარეთ არსებულ ომებში. ძირითადად ამათი სამოქმედო არეალი იყო მდინარე რეინის ხაზი ალპებიდან შავ ზღვამდე ტერიტორიამდე, დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიამდე და ძირითადი დისლოკაციის ადგილი იყო ბალკანეთის ნახევარკუნძული. ეს იყო ძველი რომაული პროვინციები ილირია, დალმაცია, ნორიკი და დაკიის ტერიტორია, სადაც ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების წარმოება მოუხდათ ჯერ ვესპასიანეს თუ შემდეგ კი ადრიანეს და ტრაიანეს პერიოდში, როდესაც ებრძოდნენ დაკების მეფე დეცებალს. ეს დიდი დაკიური ომები იყო, რამაც რომს მოუტანა ძალიან დიდი სიმდიდრე და ძალიან დიდი გავლენა რომაულ ლეგიონებს. და შემდეგ უკვე სარმიზაგეტუზის აღებაში ეს იყო დაკების სამეფოს, მაშინდელი დაკების სამეფოს დედაქალაქი და დეციბალის განადგურებაში, როდესაც ფაქტიურად ამ ლეგიონის სამეფო სტანდარტები ახალი ძალის და ახალი დიდებით შეიმოსა. ამ ლეგიონის სიმბოლო იყო და ასევე ერთი რაღაც მინდა კიდე გითხრათ ამ ლეგიონის შესახებ, სანამ მაგას ვიტყვი. ქონდა მოგვიანებით სიმბოლოზე ლეგიონის არწივი, რომელიც არც ერთი ლეგიონიდან დაწყებული ამ ლეგიონს არ დაუკარგია და თავისი არსებობის პერიოდში ძალიან ღირსეულად ატარა. ყველა ლეგიონს, რა თქმა უნდა, რომის იმპერიაში, განსაკუთრებით იმპერიურ პერიოდში, ჰქონდა თავისი სტანდარტი, თავისი სიმბოლო და ამ ლეგიონის სიმბოლო იყო ლომი, რომელსაც ასევე ღირსეულად ატარებდნენ ამ ლეგიონის დროშის მწვრთნელები. ისევე როგორც ყველა მანიპულას ლეგიონში ყავდა საკუთარი მებუკე, საკუთარი სტანდარტის მწვრთნელი, ასევე ლეგიონსაც საბოლოო ჯამში ყავდა ხოლმე საკუთარი გერბის და საკუთარი სტანდარტის მწვრთნელები, რომლებიც მიუძღვებოდნენ წინ შორეულ ლაშქრობაში მიმავალ ლეგიონებს. საბოლოო ჯამში ეს ლეგიონი და აი ამ ფილმიდან სხვათა შორის გლადიატორიდან მინდა აღვნიშნო, რომ ესეთი ასევე ყველაზე დიდი გმირობა იყო ამ ლეგიონერების, როდესაც მარკომანების ომში 1666-1080 წელი
ასევე რეინის ტერიტორიაზე სამხრეთით ქვედა გერმანიაში მიიღეს მარკომანების აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობა. იმპერატორესა ემის მარკუს ავრელიუსმა ეს ომი რომელიც მარკუს ავრელიუსმა აწარმოა გერმანიაში მარკუს ავრელიუსთან ერთად და ასევე ძალიან დიდი გმირობით და ძალიან დიდი სახელით გამოიჩინეს ამ ბრძოლებშიც თავი და თუ შეიძლება ითქვას შიდა აჯანყებებზე, შიდა განხეთქილებებზე, ეს ლეგიონები როგორც დასაწყისში ასევე აღნიშნე შიდა ბრძოლებისა და პირისპირებების დროს ყოველთვის ფაქტიურად ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას იდგნენ სიმართლის ხარეზე. მაგალითად, აი იმპერატორ პეტრინაქსის სიკვდილის დროს ისინი მხარს უჭერენ სეპტიმუს სევერუსს, რომელიც ასევე ძალიან ძლიერი და სახელოვანი იმპერატორი იყო და ზუსტად აი ამ ლეგიონების დიდი მხარდაჭერით, როდესაც მდინარე ტიბრისკენ მიდიოდა რომის ასაღებად მიდიოდა მეორე უდიდეს და სახელოვან შენაერთს ელიტარულ შენაერთს პრეტორიანელებს უბრალოდ ამ ლეგიონებმა გაუწიეს ძალიანჯეროვანი წინააღმდეგობა და ფაქტიურად სეპტიმუს სევერუსი ამ ლეგიონების ძალიან დიდი შეწევრით გახდა იმპერატორი. ასევე სხვადასხვა დაპირისპირებაში ეს ლეგიონები იდგნენ ყოველთვის სიმართლის ხარეზე, მაგალითად ვესპასიანე რომელიც ითვლება ამ ლეგიონების დისლოკაციის ადგილის ჩამოყალიბებლად, ლეგიონის შემქმნელად და ამ ლეგიონის შემოქმედად ერთ-ერთი აჯანყების დროს ისინი არ დადგნენ ვესპასიანეს მხარეზე, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი, რომ შემდგომში ეს ლეგიონი არათუ დაშლილიყო, ну ცოტა ხარ მოუწია რა. ვესპასიანემ დაშალა ეს ლეგიონი და ეს ლეგიონი ეს სამხედრო პერსონალი გადაანაწილა სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ტერიტორიებზე, მაგრამ საბოლოოდ ეს ლეგიონი მაინც არ დაშილა და დატოვეს. როგორც უკვე გითხარით, დისლოკაციის ადგილი ძირითადად იყო ბალკანეთის ნახევარკუნძული და ეს ლეგიონი საბოლოოდ ისტორიული მონაცემები ამ ლეგიონის შესახებ წდება ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია და რომაული სამართალი, რომაული იერარქიის ძალა განიცდის დეგრადაციას და იშლება ისეთი სახელოვანი ლეგიონების და რომაული სამხედრო მანქანაც ზოგადად როგორიც არის მე-4 ლეგიონი და ზოგადად რომის იმპერია, იმიტომ რომ ეს არის მასიური დეგრადაცია რომაული იმპერიის და რომაული იერარქიის ზოგადად და მე-4 საუკუნეში უკვე ამ ლეგიონის ისტორია წყდება და შესაბამისად თავდება ის სახელოვანი ბრძოლების ისტორიაც, რაც ამ ლეგიონმა თავისი არსებობის მანძილზე აწარმოა. და დასასრულისთვის მინდა კიდევ ერთი პატარა ფრაზით შემოვიფარგლო. დიახ, რიდლი სკოტს ყუილად სულიერად არ გამოუყვანია ამ ლეგიონის სახელი და არ გამოუყენებია. ამ ლეგიონმა როს მოუხვეჭა ძალიან დიდი სახელი და დიდება ამ ლეგიონის და ამ ლეგიონის თითოეული რიგითი ჯარისკაცის მონაწილეობამ. ეს იყო რომაული იერარქიის ღირსება და რომაული იერარქიის პრესტიჟი ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ეს ლეგიონი გაივლიდა და ადგილი, სადაც ეს ლეგიონი მოხდებოდა და თავის მოღვაწეობას დაიწყებდა. ასევე ყავდა ძალიან კარგი ცენტურიონები, ძალიან კარგი გენერლები და კი სულიერ შესაძლებელი იყო, რომ მაქსიმუსისნაირი გენერალი ძალიან ბევრი გამოეზარდა და ძალიან ბევრი ყოლოდა ამ ლეგიონს და თავის ისტორიაში, ეს რომის არსებობის ისტორიაში ერთი ძალიან დიდი კარგი აგურით დაედოთ ამ ადამიანებს. დასასრულისთვის ასევე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა უთხრა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ვინც დამიწეს გამოხმაურებას, შეაფასებს, დამიწეს კომენტარებს. დაელოდეთ რომის იმპერიის სამხედრო მანქანასთან შედარებით მოცულობითი ინფორმაციის მქონე ვიდეოებს და მადლობა თქვენ არსებობისთვის, მადლობა თქვენ გამოხმაურებისთვის. ყველა მშვიდობიანი დღე და კარგად იყავით.